მოგესალმებით, ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. კურორტ ბახმაროში სტიქია იყო, ადიდებულმა მდინარემ კურორტზე სერიოზული პრობლემები შექმნა. თუმცა ამჟამად ჩოხატაური ბახმაროს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გადაადგილება თავისუფალია. დაბა ბახმაროში ძლიერი წვიმის გამო შექმნილ პრობლემებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. დაბა ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოების მიზნით დროულად იქნა მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა. გზა ამჟამად სრულად გაწმენდილია ქვაღორღისგან, რომელიც ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩამოიტანა და ამ დროისთვის კურორტზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ჩოხატაური ბახმაროს დამაკავშირებელ გზაზე შეიქმნა გადაადგილების პრობლემა და შეიზღუდა საავტომობილო მიმოსვლა, ოპერატიულად განხორციელდა ტექნიკის მობილიზაცია და ამ დროისათვის გადაადგილება ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტით სრულიად თავისუფალია. ასევე პრობლემები შეიქმნა კურორტ ბახმაროშიც და საავტომობილო გზების გაწმენდის უზრუნველყოფა მოახდინა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ. ამ დროისათვის ორი ლოკაცია რჩება პრობლემურად და აქ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მოსახლეობას გადაადგილებაში შეფერხება არ შეექმნას. ჩვეულ რეჟიმში მუშაობს კომერციული და სავაჭრო ობიექტები, მოსახლეობის სურსათით მომარაგების და ელექტრომომარაგების კუთხით არანაირი შეზღუდვა არ აქვს. სვიად ცეცხლაძის, ვეფხვე კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 6 დემონსტრანტის პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ლევან ბასილაძე დაიკითხა. მისი ინფორმაციით ტელეკომპანია იმედის ვიდეო გადმოიწერა და დაათვალიერა. მისივე მტკიცებით ბრალდებულები ვეფხვე კასრაძე და ვასილ კამელაშვილი დესტაბილიზაციისა და არეულობის გეგმაზე საუბრობენ. ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ არ დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა იმის დასადგენად იყო თუ არა ეს ვიდეო დამონტაჟებული. პროკურორის განცხადებით, ვიდეოში საეჭვო არაფერი იყო და ამიტომ არ ჩატარდა დამატებითი კვლევა. გამომძიებელმა ისაუბრა ბრალდებულ თორნიკე გოშაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზეც. გოშაძეს შეკითხვები ჰქონდა, რატომ მოატყუა, რომ GVP-ის თანამშრომელი იყო. ადვოკატზე უარი რატომ უთხრა და რატომ აუკრძალა ვიდეოს გადაღება. საპასუხოდ მოწმემ განმარტა, რომ დაკავებისას გოშაძის უფლებები არ დარღვეულა. შინაგან საქმე და სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი 1990 წელს დაბადებული მამაკაცი მარილ საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს. ჩვენი საინფორმაციოს ბოლოს კი შემოგთავაზებთ რეპორტაჟს ბახმაროდან, ფაფარას მთიდან. მოგიყვებით გურულებისა და აჭარლების ურთიერთობაზე, იქაურ ყოფა ცხოვრებაზე. ნახეთ ნინო ვაშალომიძის სიუჟეტი. ბახმაროს ზაფხულის ცხელდღეებში გრილი და სასიამოვნო ნავსაყუდელია. არსად ისე არ შეიგრძნობა მთისა და ზღვის ხაერი, როგორც აქ ამ პატარა ადგილას, რომელშიც აგვისტოს ხვაჩი ადამიანები მთელი საქართველოდან იყრიან თავს. ფაფარას მთა კი ბახმაროს სავიზიტო ბარათია. ამ ადგილს გარდა უნიკალური კლიმატის და სილამაზისა ურთიერთობები გამოარჩევს. გურულებისა და აჭარლების მრავალწლიანი მყარი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც მთასავით ურყევი და ძლიერია და თაობიდან თაობას გადაეცემა. ოჩაღები ხარ და ძალიან მაგრები ხარ, როგორ ხარ? გაიზარდნენ ბახმაროში და როგორ უხდებათ ბახმაროსაერე? ან ზოგჯერ სოფოსთან ჩავდივარ ველოსიპედზე, გადავფრებდით თამაშობ და ასე ვთამაშობ ზოგჯერ. ჩვენ ბახმაროში მეტად არავდივართ, რომ აქ სუფთა ჰაერია დასასვენებლად, სასწავლოთაც კარგი ამინდია და გასართობაც. აქ ვართ ბევრი ბავშვები, ძალიან გვიყვარს. ყოველთვის ვართ კორტზე გასულ და ვკატავთ. დილით ადრე ადგება ბებო შედის ბოსელში, ხოლმე ჩვენც ავდგებით და გავდენით, სადაც ბალახობენ. შემდეგ მოვალთ საჭმელს გახვედრებს, ჭამს და გავდივართ ბავშვების სათამაშოდ. ფაფარა აჭარული დასახლებაა, სადაც ოჯახები გვიანი გაზაფხულიდან შემოდგომამდე ცხოვრობენ. მოსახლეობას აქ საძოვრებზე პირუტყვი აღყავს. მთავარი საქმეც და შემოსავალიც მეცხოველეობა. დღის რუტინა ძროხის მოვლა პატრონობა და რძის სხვადასხვა პროდუქტებად გადამუშავება. აქ ყველაფერი ნატურალური და ნამდვილია. ჩვენი უფროსებიდან, ჩვენ დედამამიდან, წინაპრებიდან, ჩვენ ეს გავაგრძელეთ, ეს იყო ჩვენი სამუშაო, რაც ჩვენ დევს ვისწავლეთ, ეს არის. ჩვენი მომავალი თაობა არ ამგონია ძროხებს აღარ გააგრძელებენ და ისე დასვენებას კი გააგრძელებენ, ამოვლენდეს დაისვენებენ. იქნებიან მათი ბავშვების ახალი მომავალი.
სანამ ვიქნები, სანამ შევძლებთ, ვიქნებით ძროხებთანაც, ბავშვებთანაც, შვილიშვილებს სამეუყვანთ სექტემბრის ბოლომდე, ნახევრამდე აქ გვყავს. და რა ვიცი, ვასვენებთ, ვართობთ, ბავშვებს უვლით, ძროხებს უვლით, ახალგაზრდობა დანარჩენ სამუშაოებზე არიან და ჩვენ ამას ვმუშაობთ. ჭრელთავსაფრიანი ქალბატონები მშვიდად, ზედმეტი საუბრისა და თავმოწონების გარეშე ამზადებენ კერძებს სტუმრებისთვის. სიომი გაკეთებული ამას არაფერი არ დაარც მარილი არ შაქარი აი ეს კარაქტა ყველი მომწვა გურია ტივის სტუმრობით ბედნიერი ჩანს ახალგაზრდა ქალბატონი ფატი ბერიძე, რომელიც ჩვენი ბოლო მასპინძელია. ბედნიერი ქალი ვარ ასე ხვია ჩემ ცხოვრებას დაწყებული მაქვს ცხოვრება 0-დან 54 წლის ქალი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. 2 შვილი მყავს, 4 შვილი მყავს. რომელიც რომ იტყვის ადამიანი ინატრებს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი მაქვს ახლა და ისეთი ბედნიერი ქალი ვარ. ნამდვილად ვფიქრობ რომ არ გააგრძელებს მომავალი თაობა მემთევრობას, იმიტომ რომ აი საყოლის სულ არ უნდებიან ახალგაზრდებს. ახალგაზრდები ფიქრობენ სწავლაზე, შრომაზე, სამსახურზე უფრო სწორად, ქალაქში წასვლაზე, იცლება ჩვენთან სოფლები. მიდიან ქალაქში ჩვენ ტრადიციას ვაგრძელებთ, სანამ ვიცოცხლებთ, ალბათ ამას არ შევეშვებით. და გავაგრძელებთ ასე, მაგრამ ახალგაზრდებმა საყოლი და ალბათ მთად დასასვენებლად მათთვის იქნება ბახმარო დასასვენებელი ადგილი. რა ვიცი, მეც ვუსურვებ რომ უფრო სუფთად, კოხტად, კულტურულად იმუშაონ, იცხოვრონ და ჩვენ ახლა აგი გვაქვს ნასწავლი, ასე გამოდის ჩვენი სამსახური, ჩვენი შრომა აგია. ფატის დიასახლისობასთან ერთად ხელსაქმეც კარგად გამოსდის. პირველად მისი ნაქარგი სამზითვოდ თავად გაამზადა. ამ ხელსაქმით ვართ ჩვენ ბაღნობიდან დაკავებული. აგი 10 წლიდან ჩვენ ვქარგავდით ჩვენი ბაღნები ამას ვაკეთებდით, ვსოუდით, ვქარგავდით. ჩვენი სწავლა, გართობა იყო აგი. აი გართობა, სტუდენტობა, ალბათ 10 კლასი რომ დავამართეთ, დავამთავრეთ, ჩვენი სტუდენტობა იგი იყო, რაც რომ გვახსოვს ბაღნობის. მერე აი იყო ჩვენი სამუშაო, ჩვენი სასწავლელი, ამით წყდებოდა ჩვენი, როგორ თქვა ახლა, როგორი მარჯვე გოგო იყავ. აი ამ მოქარგულებით წყდებოდა ჩვენი ყველაფერი, რა ვიცი, ამით მაშინ იყო გათხოვება მაჯანკლობით და ამით შეგაფასებდნენ როგორი გოგო იყავ, რომ დანიშნული, აგი ჩვენს დროს ბევრი მამამთილი და დედამთილები ყავდა. და ამას რომ დაინახავდნენ, მაშინ ამდენი ტანსაცმელიც არ იყო და აი კარგად შეუკერავდი, გაუკეთებდი მამამთილი დედამთილის პატივეცემელდი. ამით ჩდებოდა ჩვენი როგორ ვაკეთებდით ჩვენი ხელით, როგორ გამოვდიოდა აი ლამაზი რამეები. რა ვიცი, აგეთ ზითებიც იყო ჩვენი ნამუშევარი მიქონდა აგენი ოჯახში. დედამთილსაც ჩუქნიდით, ჩვენ ოთახსაც ვიმზადებდით. დედამთილსაც ოთახებში ვაკეთებდით ამას. საჩუქრათაც ჩუქნიდით, ამას ვაკეთებდით. ბაღნებს აკვანს ვთავდით, ასე მოქარგული ჰქონდა აკვნები და ძალიან აგი იყო კაი საჩუქარი, თეთრეულს უკეთებდით აკვანს და საჩუქარს ვაკეთებდით, როგორც გაჩნდებოდა ჩვილი ბაღანა, საჩუქარი კეთდებოდა ამით ჩვენთან. თეთრეულებით და მოქარგულებით და კი ყავდა ასე კარგად, რომ თქვათ, ხელნაკეთში ახალ პატარები, მოქარგული, დამშვენებული ბაღნები. ჩვენ აკვანში ყავს ბაღნები დაზდილი, ასე ვქვია. ჩვენ თეთრეულსაც ვიკეთებდით, აი მიქონდა გზითვად, მოქარგულები და ქსოვილები უფრო ქსოვითაც ვქსოვდით. აგი იყო ჩვენი ნასწავლობა და ჩვენი წარმატებები იმ დროისთვის. ახლა ჩვენი ახალგაზრდები ამას არ შრომობენ, არ აკეთებენ. დღის ბოლოს მთავარი რიტუალი ლოცვა და ღმერთთან გასაუბრება, რომელსაც აჭარას, გურიას და მთელ საქართველოს ავედრებს. ამაზე ვლოცულობ. აგი არის ჩვენი სალოცავი, რომელიც ღმერთს ვეხვეწებით ცხოვრებაზე, მშვიდობაზე, საქართველოს რომ იყოს მშვიდობა იყოს ჩვენ საქართველოში, მერე შვილებს, შვილიშვილებს, ყველაფერს კაის ღმერთს ვეხვეწებით, ამაზე დამჯდარი ჩვენ.
კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ მთაში მასპინძლობა სხვაგვარი, მადლიანი და გულღია იციან, რაც მთავარია უყვართ ადამიანები და ბახმარო. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.